ჯანსუ გოგია ამიშონ ახრორზოდას წინა. კი ბატონო, ნახოთ ამიშონ ახრორზოდა როგორ იჩხუბებს. როგორც გითხარით, გერმანიაში მოღვაწეობს ახრორზოდა. აი დაიწყო აი კარგი ჯანსუნ კარგად დაიწყო თავი. კი პირველივე წამზე ქიქით გადავიდა. ესე ძალიან კარგი ჰედ-ქიკი იყო, უბრალოდ არ გავიდა ხელში მოხდა ხა. სპინ ბექ ფისტი იყო, ბექიკი იყო უკასრავად მოცებში, მაგრამ არც ეს გავიდა. ხა აკვირდებიან მებრძოლები ზვერავენ ერთმანეთს, აი კარგად ცვლის ხა დგომს. რა კარგი, ძალიან კარგი ქროსით, ესე რომ ვთქვათ, აგრძნობინა დარტმა და უნდა ჩაკეტოს ხა თუ ჩაკეტოს. კი, ისერი აქვს აღებული და შეუძლია თუ ჩაკეტავს მარჩობელა ილაძეს გადასვლა, მაგრამ არა აქვს, გამოაძღვნა მაინც თავი და კარგ პოზიციაში დარჩა ახრორზოდა. ეხა ჯანსუ გოგიას გარდში იმყოფება. აი ეხა ფეხი სამკუთხედზეა ეხა გადასული, ხელი უნდა ფეხი კარგად უნდა ჩაკეტოს და მგონი შეუძლია. დავთავდება უთარჯოა. მგონი შეუძლია ამ დროის დავთავდება. ძალიან ესე ვთქვათ არ უჭირავს სწორად, მაგრამ თუ გაზრდის აი ხა უნდა ურტყას თუ გაზრდის წნეხს აუცილებლად დააძინებს მეტოქეს. რამდენიმე დარტყმაა კიდევ საჭირო. აი ეხა ფეხით კარგად უჭირავს ჯანსუს, არ აძლევს მოძრაობის საშუალებას ეხა ახრორზოდას. გააჩერა, ბრავო. დაეძინა. ჯანსუ გოგია უნდა გამოატრიალოს. არა, აი რაც თავარია გონს მოვიდა, ეს ალბათ საჭმა ვერ შენიშნა დროზე ადრე რომ დაეძინა ახრორზოდას. აი ხედავთ, მაგრამ რაც მთავარია ტრამვის გარეშე დამთავრდა ეს ყველაფერი. მოესწრო ჯანსუ გოგიას წინვალე გამარჯვება. დააღწო მეტოქე. უბრალოდ ძალიან უბრალოდ იმდენად ეს აი ამ დარტყმაზე თქვი ზუსტად ძალიან კარგი დარტყმა გაუტარა ჯანსუმ. უბრალოდ აი რაც მინდოდა მე თქვა, ანუ ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან ანუ საჯის ვერ ამჩნეოდა თუ ეძინა ახრორზოდას და ესე რომ თქვა ძალიან ესე რომ თქვა მოულოდნელი იყო ჩვენთვისაც, ვერ დავაფიქსირეთ თუ ჩაეძინა. გაიჩშა უბრალოდ. აი ხა ეუბნება საჯი თუ რაც მოხდა და როგორც მოხდა, იმიტომ რომ როგორც ვიცით ამ მომენტში Ladies and gentlemen, we have a time 1 minute and 36 seconds of the very first round. Your winner by submission victory due to triangle choke. Here is Jansu Gogia. მიულოცო ნამდვილად ჯანსუ გოგიას დაამსახურებული გამარჯვება პირველ რაუნდში ფეხის სამკუთხედით დააფინიშა, ესე ვთქვათ, კარგუდა მეტოქე.